დაუცველი სტატუსის მინიჭების წესები იცვლება. ჯანდაცვის სამინისტრო და UNICEF-ი ახალ მეთოდოლოგიაზე მუშაობენ, რომელიც უფრო ზუსტად განსაზღვრავს თუ ვინ უნდა ჩაითვალოს სოციალურად დაუცველად და მიიღოს სახელმწიფო დახმარება. UNICEF-ის მონაცემებით საქართველოში გაჭირვებულ ბავშვთა რაოდენობა სწრაფად იზრდება, რაც პრობლემის მოგვარებას კიდევ უფრო გადაუდებელს ხდის. ნატო ჯიხვაძე სოციალურად დაუცველი მარტოხელა დედაა და 3 მცირეწლოვან შვილს დამოუკიდებლად ზრდის. მას სახელმწიფო ყოველთვიურად სოციალური დახმარების სახით 200-მდე ლარს ურიცხავს. გარდა ამისა, სოციალური სააგენტოსგან ის თვეში ერთხელ საკვების შესაძენად 80 ლარიან ვაუჩერს იღებს. დახმარებები ნატოს 3 შვილის სრულფასოვანი კვებისთვისა და მოვლისთვის მაინც არ ყოფნის. არ ყოფნის, იმიტომ რომ ერთი სკოლაში წავიდა, ეხლა მეორეც მიდის. Plus კედეთ უფლები ყოველ კვირაში რამდენი ყიდულობ ბრაგებია და მის გადაჭამა ხონდათ ბავშვი. ბავშვთა სიღარიბე საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის ბოლო კვლევების მიხედვით 25-დან 27%-მდეა გაზრდილი, რაც იმას ნიშნავს, რომ 50,000 მცირეწლოვანი უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს, ანუ დღეში 2 ლარზე ნაკლებს მოიხმარს. სწორედ ამიტომ UNICEF-ი მთავრობას კონკრეტული ინიციატივით მიმართავს. ყველა ბავშვს მიეცეს ფულადი დახმარება, გარდა იმ ბავშვებისა, რომელთაც ეს არ ჭირდებათ. და ჩვენი რეკომენდაციის სწორედ და ჩვენი გამოთვლებით ეს ფულადი დახმარება საგრძნობლად ხელს შეუწყობს ბავშვთა სიღარიბის შემცირება საქართველოში და რასაკვირველია ძალიან კარგია რომ ხდება არსებული მეთოდოლოგიების გადასინჯვა. სოციალურად დაუცველი სტატუსის მინიჭების ძველი მეთოდოლოგია უახლოეს მომავალში გადაიხედება. ახალი სისტემით შესაძლოა ბენეფიციარების სახლში არსებული ტექნიკის შეფასების წესი შეიცვალოს. სპეციალისტების განმარტებით არსებული მეთოდოლოგია სოციალური მუშაკის სუბიექტურ შეფასებას ემყარება. ახალი სისტემა კი შესაბამისი უწყებებიდან შემოსავლებისა თუ უძრავი ქონების შესახებ გამოთხოვილი ინფორმაციის საფუძველზე მეტად ობიექტური იქნება. შემცირდება სიებში ცდომილების შანსიც. მაცივარი სარეცხი მანქანა, გაზის გამოთხოვილი, ანუ სახლში რო შედის სოციალისტი, რასაც ხედავს, ის ითვლება, რომ არის ოჯახის მიერ შეძენილი, თუ არ არსებობს სხვა რაიმე დამადასტურებელი დოკუმენტი, რო არის ნაჩუქარი. შეიძლება თვითონ ნივთებიდანაც რამოდენიმე ტიპის ერთი ამოვარდეს, თქვა ისეთი ნივთები, რომლებიც დღეის მდგომარეობით აუცილებელია და საჭიროა ყველა ოჯახში იყოს. მოძველებული მეთოდოლოგიის გადასინჯვა UNICEF-ისა და ჯანდაცვის სამინისტროს ერთობლივი ინიციატივა. 2013 წლის ოქტომბერში სპეციალური სამუშაო ჯგუფი შეიქმნა, რომელმაც სოციალურად დაუცველთათვის ქულების მინიჭების ახალი სისტემა შეიმუშავა. დღეს მოქმედი მეთოდოლოგია საქართველოში 9 წლის წინ დაინერგა. მისი ინიციატორი ვახტანგ მეგრელიშვილი სისტემის მოდერნიზაციის აუცილებლობაზე საუბრობს. 9 წლის განმავლობაში ათელია რომ ქვეყანაში ბევრი რამე შეიცვალა. ამიტომ საჭიროა რომ თქვა ნებისმიერ ალბათ 3-4 წელიწადში ხდებოდეს მსგავსი მეთოდოლოგიის ახლიდან ტესტირება, ახალი კრიტერიუმების აღმოჩენა ან ძველის ფაქტობრივად გაბათილება. სამუშაო ჯგუფის მიერ შემუშავებულ ახალ მეთოდოლოგიას ჯანდაცვის სამინისტრო რამდენიმე დღეში შეარჩევს და დასამტკიცებლად მთავრობის ხდომაზე გაიტანს. სოციალურად დაუცველთა შეფასების ახალი სისტემა 2015 წლის იანვრიდან ამოქმედდება.